ბატონ ზურა, გამარჯობა. როგორ ხართ? დიდი ხელი არ გამარჯვენილი. ეხლა სხვა მოცემულობა გვაქვს და მოდი ისე ვილაპარაკოთ, რომ არ შევიგინოთ და არ ვიჩქუბოთ, ხო? დაუჯერებელი ამბები დედოფლის წყაროში მას შემდეგ ხდება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ რაიონი ძალაუფლება დაკარგულად აქცია. ერთ დროს ძლევამოსილი პრემიერის საფეოდალოში ყველა და ყველაფერი შეცვლილი დაგვხდა. ნაწილობრივ ტრანსფორმირდა ბატონი კაკაშაც. თქვენი გავლენები შესრულდა. რას მოყვა მანქანა გავყიდე ნომრები შევცვალე თუ რა? აი მაგალითად გთხოვეს დახმარება პოლიციასთან შუამდგომლობაზე, რომ ჯარიმა არ დაეწერათ ნადირობის შემდეგ და თქვენ ვერ დაეხმარეთ პოლიციას. ვისაც? მაგრამ ხო იცით, ვისაც გეუბნებით. და არც მაინც დააჯარიმეს და თანაც თქვენს გითხრეს, რომ მეორედ აქ აღარ დარეკოთო. ისევ შეგიძლიათ პოლიციაში დარეკოთ და შეგისრულებთ. დარეკვა არა. აბა? მეგობრულად ხონა. დარეკვა და ეხლა ღარიბაშვილის წასვლის შემდეგაც გქონიათ ასეთი შემთხვევა? გეხვეწებით წადი რა. წავალ, აქ ხარ დავრჩები. ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას ბრაზის დამალვა უჭირს, თუმცა ამ ბრაზის ადრესატები ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები აღარ ვართ. ახლა სამიზნე სულ სხვა ხალხია, ვინც ერთ დროს ქვეყნის პირველი კაცის პოლიტიკური კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა. ღარიბაშვილის მძღნელი ჭამოს ვისაც ხოში აქვს. ღარიბაშვილისა. ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ვისაც ხოში აქვს. აი ბატონი ტარიელი არც მალავს რომ კობახიძეს აბრალებს რომ ესე მოხდა და სადანახი აბა ღარიბაშვილი. მე ბირჟაზე ლაპარაკობს ბატონ ზურა. ბირჟაზე ლაპარაკობს? პატარა ეს ქალაქი ხო იცით? კაი, აცით. ჩაკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ისინი, ვისაც ბატონი კაკაშას უცენზურო მიმართვა ეძღვნება, მტრები არიან. ქვეყნის თუ პირადად ღარიბაშვილის, ზურაბგონაშვილს არ დაუკონკრეტებია. ღარიბაშვილი ვისაც არ მოწოს, ყველას მოუტყან კარგი სტრაკი მე. გაწყვობს ახლა. გასაგებია? კი, გასაგებია. მივხვდით, ვისაც გულისხმობთ. ეხლა ჯობია. ვისაც გულისხმობთ, მივხვდით, კი. მტრები ამ ქვეყანაზე დამოუკიდებელი რომ კი ბატონო, მაგათ ეკუთვნით ხო ეგინება ბატონ ზურა ჩვენ. კი ბატონო. ჩათახეთ. იმას რის თქმასაც, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ბოლომდე მაინც ერიდება, დედოფლის წყაროელები კახური გულახდილობით გვიყვებიან. რომელი დაგჭათ მაგისთანა მან? აი რომელია ხელი დაადე. პრემიერ-მინისტრები ვით კი ყავდათ. ნაწყიდი ვარ, აბა ეს ოცნება საერთოდ ირაკლი დაამყარა და მაგან გაამარჯვებინათ და რაღაც შიდა დაპირისპირება იყო. მე ჩემი დასკვნა ესეთია ყოველ შემთხვევაში. მე ზუსტად მაკულიერებში ჩახედული არა ვარ, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია, რომ შიგნით იყო რაღაც ესეთი კობახიძესთან. ალბათ სავარაუდოდ. კობახიძესთან მოხდა დაპირისპირება, არ გსმენიათ? გაგიგიათ ხო? და როგორ აჯობა კობახიძე? როგორ აჯობა? დათმო ალბათ ირაკლი. ადამიანი დასწავლა. დათმო. ეგ თვითონ ოცნებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგის მომტანი არ არის ეგ მოვლენა და უახლოეს მომავალში მაგას დავინახავთ. გული მეთქი და რა ვქნა. აი კობახიძე გაუშვით ეს რომ ალაპარაკებს გაუშვით. ძალაუფლება დაკარგულ საფეოდალოში ცვლილებების სიომ იმდენად მძლავრად დაუბერა, რომ დედოფლის წყაროელები საკუთარი სათქმელის გაშუქებას შაბათის ეთერს თხოვენ. არადა სულ ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილის თანაქალაქელებთან ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელი იყო. შუშებ დამუქებული ავტომობილები ყველა ფეხის ნაბიჯზე დავყვებოდნენ. ჩვენი კამერის გამოჩენა კი აუცილებლად თავდასხმით სრულდებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ყოფილი პრემიერის გულშემატკივრები ჩვენი მაყურებლები გამხდარან. გამარჯობა. ო. როგორ ხართ? შენ მაკალახად შეხლაძე? კი. როგორ არის? კარგად, თქვენ? მე სალამიჩა. ესე როგორ მიცანით? ვიყურებთ? აბა რა. და მაგარია, ძალიან დიდი მადლობა. გაბალი შემიძლეგებს. არ შეიძლება ჩვენ ვერ ვიღებთ საჩუქრებს. გამომარჩი საჩუქარია. გამახილია. აი, მე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლებს, მხარდამჭერებსა და უბრალოდ თანაქალაქელებს ტრიბუნა და აუდიტორია საკუთარი წყენისა და გულის ტკივილის გასაზიარებლად უკვე თვენახევარია სჭირდებათ. აქამდე ვერსად მოახერხეს ეთქვათ, როგორი გაბრაზებულები არიან ღარიბაშვილის მიმართ ქართული ოცნების უმადურობითა და უსამართლობით. კობახიძე და კაზაძე ერთად იმუშავეს მის წინააღმდეგ, ასე გონიათ? ყველა კარგად რიჟუაზ რომ მოხდე, მაგდანიშნული კაცი იყო და მოხსნეს. ეხლა ყველას უნდა თავისი ის ჩასვას. ბრძანებელი სხვა ეხლა. ბრძანებელი. იმას უბრძანებს ეს წინააღმდეგ ვერ გავა. თუმცა ბრძანებელი სხვა რაღაცა ყავს. შეიძლება მაგიტომ თორე თვითონ ირაკლი
ძალიან წესერი პიროვნებაა. კახელების გაბრაზების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ კობახიძეს ცდება და ბიძინა ივანიშვილამდე მიდის. ბრძანებლის გადაწყვეტილებას აქ პროტესტით ხვდებიან და საპასუხოდ მხოლოდ სატელევიზიო ეთერით მხილებას არ სჯერდებიან. გეგმაში აქვთ ღარიბაშვილის მიმართ უსამართლო მოპყრობა, პირდაპირ პროპორციულად არჩევნებზე ხმებში ასახონ. ოცნება გამოჩნდა არენაზე, ყოველთვის ხმას ვაძლევ ქართულ ოცნებას, მაგრამ ეხლა ცოტა მეეჭვება, არ ვიცი, გადაწყვეტილი არა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ მინდოდა დაფიქრება, ყოველგვარ ფიქრის გარეშე ხმას ვაძლევ. ანუ ღარიბაშვილის მომენტია ახლა გადამწყვეტი თქვენთვის? ღარიბაშვილის მომენტის არ მესმის, რატომ გაანთავისუფლეს. ამ ღარიბაშვილი ხო უნდა ამიხსნა. არ აგიხსნათ ხო არავინ? არა, ვერ გავიგე, არსად ახსნა არ არის. თამარ ვეშეგური სოფელ არხილოს კალოდან მხოლოდ კობახიძეზე არ ბრაზობს. მისი ბრაზიც ქვეყნის არაფორმალურ მმართველამდე მიდის. ქალბატონი თამარი ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორების გადაწყვეტილებას არ უწუნებს. არ ვიცი, იცი რატომ მოხდა ღარიბაშვილის, გომელაურის, იქ კიდე ის რომ დანიშნეს ვიღაც მესამე ვინ იყო რომ მოხსნეს ის. ძალიან ბევრი ლილუაშვილიც მოხსნეს. ლილუაშვილი. აი მე მაგალითად ძალიან დადებით შეხედულება მქონდა მაგაზე როგორც პიროვნებას. და მათ შემცვლელებზე რას ფიქრობთ ახლა? არ ვიცი, ხალხისთვის უცნობები არიან ეს პიროვნებები. აი ახლა არჩევნები გვაჩვენებს. მე მგონი ცოტა არჩევნებში სხვა მონაცემები დაიდება. ხო, ასე გონიათ. ეს ასე იქნება დაეხსომეს ჩემი ნათქვამი. თუმცა არჩევნებამდე ყველა ბერკეტი ჯერ ისევ ოლიგარქის ხელშია. ღარიბაშვილის გარეშე დარჩენილ მთავრობას, პარტიასა და დედოფლის წყაროს უმისობა უკვე დაეტყო. აქ გზის დაგება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. ახლა კი სამუშაოები ისე გააჩერეს, რომ მუშებს ქუჩა-ქუჩა ეძებენ. შეჩერდა ყველაფერი. აბა გზებ დაიწყებენ, აღარ აკეთებენ. განა. ხო? გზები კეთდებოდა და გაჩერდა მაგის. გაჩერებულები არის. ანუ ღარიბაშვილს უკავშირდება ეს ხო თქვენ? კი, მაგათი დაგეგმილი პროექტი იყო ჩვენთვის გაისაყოფილი. როგორც გაჩერდა ზოგიერთი მუშაობა, ადრე ხოდით მიდიოდა. ეხლა უკვე აქ ერთ-ორი მუშა თუ გამოჩნდება დაამთავრა. ქართული ოცნების დედოფლის წყაროს ოფისში მის გასარკვევად მივდივართ, რა კავშირია ბიუჯეტის ფულით დაგეგმილი სამუშაოების შეფერხებასა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას შორის. მიუხედავად იმისა, რომ დღის პირველი საათია, ადგილზე არ ამოხვდება. ბებო, ხარ დაგინახავთ, აქ არიან თუ არა? დღეს არავინ არ ყოფილა მე. ვცდილობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტშიც ვიკითხოთ. აქ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე მართვის სადავეები ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების ხელშია. ვინტერესდებით არის თუ არა ცვლილებების მოლოდინი დედოფლის წყაროს საკადრო პოლიტიკაშიც. ისე ვიქნებით, ქალბატონო თამარ, თანამდებობაზე, ამდენი წელია ხართ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი არის. ისევ გააგრძელე? კრიმინალია? ეს თამარ თამაზაშვილია, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის მამიდა. ის უკვე 11 წელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობს. გაგრძელდება თუ არა უწყვეტი მმართველობა ექს-პრემიერის გარემოცვისთვის. კითხვა არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. რაც აჩენს განცდას, რომ რეპრესიების მოლოდინი რეალურად არსებობს. თქვენ იქნებით ახალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისევ მერიაში როგორ გონიათ? თქვენ გითხარით, რომ არ გაძლევთ ინტერვიუს? არჩევნების შემდეგ იქნებით ქალბატონო თამარ? ჟურნალისტები ბრძანდებით. არ ვიცით იგივე რეაქცია ექნება თუ არა, მაგრამ ზუსტად იგივე კითხვა გვაქვს დედოფლის წყაროს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთანაც. ნუნუკა ღარიბაშვილის კლასელი რომ არ ყოფილიყავით, იქნებოდით ამდენი ხანი ამ თანამდებობაზე? მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის სკოლის მეგობარია. საკრებულოს უცვლელი თავმჯდომარე 2014 წლიდან ნუგზარ პაპიაშვილი კი თავად ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა, დედის ძმა. როგორ მოხდა ეს, რომ თქვენ აქ ვერ შეგცვალეს ამ ხნის განმავლობაში? ახლა პოლიტიკური შურისძიებისა და ღარიბაშვილის კობახიძესთან დაპირისპირების შედეგი სავარაუდოდ გასცდება ექს-პრემიერის მშობლიურ რაიონს და მისი კადრების შევიწროების კამპანიას ქვეყნის მასშტაბითაც ვიხილავთ. ამის თქმის საშუალებას მთავრობის ყოფილი მეთაურის, ოჯახის წევრების, სამუშაო ადგილებზე ჩაწერილი ინტერვიუები გვაძლევს. ქალბატონ თეასთან ვარ ღარიბაშვილთან არის სამსახურში. ქალბატონ თეასთან ისე ვერ მიხარ. აქ არის ისე? თეა ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში მისი დასაქმების ამბავი შაბათის ეთერში სავარაუდო ნეპოტისტური სქემის ფარგლებში 4 წლის წინ გაშუქდა. ბოლო დროს ყველგან ათავისუფლებენ ღარიბაშვილის კადრებს და თქვენთან რამე საფრთხე ემუქრება თუ არა მაგას გეკითხებით. დღეს ვერც მუშაობდა, ხვალე მუშაობ თუ რა არ ვიცი. რეორგანიზაცია ჩვენთან ეხლა მიმდინარეობს? დიახ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რეორგანიზაციის პროცესი უწყებებში მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი კადრების გაშვების მიზნით ცხადდება. სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინი, როგორც ჩანს, აქვს ირაკლი ღარიბაშვილის დასაც. რეორგანიზაცია დაიწყო დანარჩენი მიმართეთ ჩვენს გავიგეთ, თქვენს შტატს ეხება თუ არა? იმიტომ რომ ფაქტია, რომ იწყებენ გათავისუფლებას ღარიბაშვილის კადრების ლექსო გაუშვეს უკვე საფროს ენერგოზე ინფორმაცია. ანუ გაგიშვებენ თუ არა არიცით ჯერ? არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია. და რა სახის ინფორმაცია მიიღეთ შეტყობინების სახით? რეორგანიზაცია დაიწყო. ბატონათია გამარჯობა. დამეჯერებელი პასუხი ვერ მოვიპოვეთ ვერც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთისგან. ემუქრება თუ არა მის სამუშაო ადგილს საფრთხე გავლენიანი სიძის დაქვეითების შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი პრესსამსახურთან მამის ამართებს, რომელიც არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ანუ საკადრო ცვლილებები თქვენ შეგეხოთ? მიმართეთ პრესამსა გაიგებთ მითხარით თქვენ არიცით იგივე პოზიციაზე მუშაობთ თუ არა? აი ლექსო გაათავისუფლეს მაგალითად და საერთოდ გაათავისუფლეს საფროს ენერგოში ხომ მუშაობდა? არიცი? აი არ ვიცი. კარგი. სამწუხაროა. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დას უნდა დაგვარწმუნოს, რომ საკუთარი ძმის სამსახურიდან წამოსვლის ამბავი ჩვენგან შეიტყო. თუმცა ფაქტია, რომ ექს-პრემიერის ცოლის ძმაც მრავალწლიანი დასაქმების შემდეგ საქრუს ენერგოდან სწორედ ახლა ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ახლა ვარკვევთ, ელით თუ არა იგივე ბედი ორჯერ გადამდგარი პრემიერის დას, ცოლის დას და სიძესაც. ბატონ ალექსანდრესთან ვარ დოლიძესთან. საიდან გზავდი? თავდაპირველიდან. ალექსანდრე დოლიძე გაზისა და ნავთობის კორპორაციაში ოფიციალურად 2016 წლიდან მუშაობს. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, ირაკლი ღარიბაშვილის სიძე ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის ექსპერტია გეოფიზიკური კვლევების საკითხებში. არ არის ეს თქვენი პრეროგატივა, არ არის ეს თქვენი საქმე. შეეწირება თუ არა თითქმის 10 წლიანი გარანტირებული სამსახური ცოლის ძმის პოლიტიკიდან წასვლას. შემთხვევით, აქაც ხომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ამ კითხვებით გაზისა და ნავთობის კორპორაციას მივმართეთ. უწყებაში ხვარნების რეორგანიზაცია შტატების ხო და ეხლა თქვენთან მიმდინარეობს, ზოგ უწყებაში მიმდინარეობს, ზოგში არა. ხო და მე არ ვიცი ნამდვილად. ხო და შეგიძლია ეგეც დამიზუსტოთ კოპოზიციასთან ერთად? კი, აუცილებლად. კარგი, მადლობა. ეს დაპირება 4 დღის წინ მივიღეთ. განმეორებით თხოვნა წერილობითაც გავგზავნით. გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან აღარ უპასუხიათ. რაც აჩვენს გონივრულ ვარაუდს, რომ რეორგანიზაცია ღარიბაშვილის კადრებისა და სხვა არასასურველი პირების გათავისუფლების საბაბით შესაძლოა ამ უწყებაშიც მიმდინარეობდეს. ირაკლი ღარიბაშვილი სად არის, რას აკეთებს? არ ინტერესდები? ზუსტად როგორც წარმოადგინა, ისეთი უაზრო კითხვა. რატოა უაზრო? თქვენი პრემიერი იყო და უმუშევარი დარჩა, ხალბატონო. არ გახელვებ? ოჯახს რითი არჩენს? ქვეყნის ორგზის პრემიერზე დასმული შეკითხვა ნინო წილოსანისთვის ახლა უკვე უაზრობაა. არადა მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს დითირ ამბებს უძღვნიდნენ. გვარწმუნებდნენ, რომ მანაგვარი და ომს მას უნდა ვუმადლოდეთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. თუმცა ეს მანამდე იყო. ახლა კი ასეა. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელთაც აღფრთოვანებული იყავით, სად არის? ეხლა რას აკეთებს? არ გაინტერესებთ უმუშევარი რომ დარჩა? არ გაინტერესებთ თქვენი ყოფილი პრემიერი, თანაგუნდელი, ქართული ოცნების ერთ-ერთი შემქმნელი სად არის? ასე უნდა მიატოვოთ და მიაგდოთ ადამიანი. გაიწიე რა. ძალიან კარგად არის. ძალიან კარგად რითი არის უმუშევარი უფუნქციო. გუნდიდან გარიყული და უშვიდობებლად გაუშვით და მადლობის უთქმელად. ბევრი იმუშავა, ცოტა სახა დაისვენეს და კიდე ჩადება. დაბრუნდება ისე? აუცილებლად. ხო, ნამდვილად იცით? და გუნდმა ასე უნდა მიაგდოს? არავის არ მომდია. ფაქტია, რომ უმუშევარია ოჯახი ჰყავს, თქვენ ხო გესმით? რაზე ვლაპარაკობ ახლა? ყველა დიდ პატივცემს ბატონ ირაკლის და რაში გამოიხატება ეს პატივისცემა? რატომ არ დაიმშვიდობთ Facebook პოსტი, რატომ არ მიუძღვანით? თქვენ რა იცით? დაიმშვიდობთ პირადად? მადლობა გადაუხადეთ? კი ბატონო. იმის მერე მოიკითხეთ? კი ბატონო. და რა, რას ვაკეთებო? სად ვარო? თქვენ გითხრათ?
დედოფლის წყაროელები რომ გაგიბრაზდნენ, იცით? დედოფლის წყაროში მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო, განსაკუთრებით სოფელ არბოშიკში და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. სამართლოდ მოექცეს. არა, მე ყოველდღიური ურთიერთობა მაგთან, მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს დედოფლის წყაროებთან საშუალებით ძალიან კარგი ურთიერთობა. კმაყოფილები არიან ღარიბაშვილის წასვლით? ქართული ოცნების ხელისუფლების ძალიან კმაყოფილი არიან. ჩაბაც ნახოთ დანარჩენი. კეთილ. დაპირებას ვასრულებთ. ეს ქართულ ოცნებაზე განაწყენებული ოცნების ამორჩევლები არიან. ძალიან ნაწყენები რატო უნდა გაეშოთ? ჩვენნაირი ღარიბაშვილი როგორც ჩვენთვის იყო არავის არც აყავს ესეთი და არც არავის ეყოლება არასოდეს. ანუ ნაწყენები ხართ? დიახ, ნაწყენები ვართ. ნაწყენები ვართ და მომსახურებლად გაუშვეს ირაკლი, როცა ძნელი იყო და რთული იყო, ირაკლიმ გადაიტანა თავისი ოჯახის გარისკა, თავისი სიცოცხლეც და თავისი მომავალიც. ძალიან შემეცოდა რაღაცნაირად იდგა და არც გააცილეს, არც მადლობა უთხრე. არა და ცუდი ის არ არის, ნიჭიერი კაცი. დედოფლის წყაროელები გვიყვებიან, რომ უკმაყოფილებას ექს-პრემიერის მამა ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე ყოფნისას არ მალავს და შვილის გუნდიდან წასვლას მთლიანად ირაკლი ყობახიძეს მიაწერს. რა თქმა უნდა, ვცადეთ ტარიელ ღარიბაშვილთან კომუნიკაციაც. მასაც ხომ არ სურს შემთხვევით საკუთარი გულის ტკივილის ჩვენთვის გაზიარება. ტარიელ ღარიბაშვილს დედოფლის წყაროს ქუჩებში მივაგვლიეთ. ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა. ბატონი ტარიელი ისევ ძვირად ღირებული პრადოთი გადაადგილდება. ისევ გზას გვირევს და ჩვენგან გარბის. ბატონ ტარიელ, ძალიან მარტივი კითხვა მქონდა, ტყუილად გამექეცით. ყობახიძისთვის ხო არაფერი? კი, უკან მოყვებოდით, თავი აგვარიდეთ. ბატონო ტარიელ, ყობახიძისთვის არაფერი გაქვთ სათქმელი? არ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოექცნენ ბატონ ირაკლის? არა, გასულ რატო? არა? არა, გადაცვალე ვინ ძმია თქვენ ეგაც. რავი, თქვენ გითქვამთ აქ დედოფლის წყაროში, თქვენ ეგ მოგონილი ამბავია, რაც შეეგაც. ხო, აბა რატო წავიდა ბატონი ირაკლი? ევროპელი რაც ქვია, რატო წავიდა? დასვენება უნდა რა. ხო, დაბრუნდება მერე ისევ? არ ვიცი, დაბრუნება თუ არა ხეთონის წინასწრებია. შემხვდებით ბატონ ტარიელ? არა, გადაცვალე მე ვერავე, მე უკვე თბილისში წავედი. თბილისში გნახავთ ბატონ ტარიელ? კი ბატონო. შეიძლება დაგირეკოთ? კი ბატონო, დამირეკეთ. ტარიელ ღარიბაშვილის სიფრთხილე ერთის მხრივ გასაგებია. ამ ქვეყანაში მას ახლა გარანტიები არ აქვს. შესანარჩუნებელი აქვს ქონება, რომელიც შვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გააფართოვა. შატო, რომლის კეთილმოწყობაც ახლახანს დაასრულა. ბაკურიანის ვილა და ტყე, რომელიც ექს-პრემიერს სახელმწიფოსგან იჯარით ნახევარი საუკუნით აქვს აღებული. ასევე ავტომობილების პარკი, რომლის ღირებულებაც მილიონს აჭარბებს. თუმცა, ეს ჩამონათვალიც არაფერია თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ირაკლი ღარიბაშვილის გასამართლებად შეუძლიათ. ინფორმაცია ხო არ გაქვთ, ჩეკი თუ წარმოადგინა ქვითარი გადახდის სამთავრობო თვითმფრინავი რო იქირავა ირაკლი ღარიბაშვილმა? ეხა მე ხო ბუღალტერი არა ვარ მაგის. ბუღალტერი არ ხართ, მაგრამ სკანდალი იყო ამაზე ბატონობაში. ახლა ირაკლი ღარიბაშვილი. ხომ არ ელოდებით, რომ საგამოძიებო კომისიაზე შეიძლება დაიბარონ და კითხონ. ირაკლი ღარიბაშვილიდან ყველას დაიბარებთ. თუ იქნა საჭირო. სამთავრობო თვითმფრინავით ირაკლი ღარიბაშვილი აღარ დადის, თუმცა ყობახიძისგან, ივანიშვილისგან და გომელაურისგან განსხვავებით, სანქციებს გადაურჩა და ახლა ოჯახთან ერთად ევროტურში იმყოფება. 9 ივნისს ექს-პრემიერი შაბათის ეთერისთვის ექსკლუზიურად თბილისი ვენის რეისზე გადაიღეს. აქ ჩანს, რომ ღარიბაშვილი ავიაკომპანია აირზენას რეისით თბილისიდან ვენაში მიფრინავს. ეს უკვე ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტია, სასაზღვრო კონტროლის ზონა. ღარიბაშვილი ნუნუკა თამაზაშვილთან და უფროს ვაჟთან ერთად ევროზონის საზღვარს უპრობლემოდ კვეთს. თუმცა, უცნაურია, რომ დროებით უმუშევარი ექს-პრემიერი, რომელსაც ბოლო 1 წელია მისივე დეკლარაციის მიხედვით ოცნებაში უხელფასო დამუშავებდნენ, ოჯახთან ერთად ბიზნეს კლასის ბილეთებით დაფრინავს. სად არის დასაკეთებს ახლა? თქვენი საქმე არ არის. 3 დღის წინ გაიმგზავრა ქვეყნიდან და სად არის? არც ეგ არ არის თქვენი საქმე. თეადა ტარიელ ღარიბაშვილებს შეუძლიათ ჩვენ არ გვიპასუხონ. თუმცა წულუკიანის საგამოძიებო კომისია და სხვა მექანიზმები იმ ხელისუფლების ხელშია, რომელმაც ტრიბუნასთან მარტო მდგომი ორგზის პრემიერი პოსტიდან მადლობის უთქმელად გაუშვა. ბატონ ტარიელ, გამარჯობა. როგორ შევთანხმდით გირეკავთ მაკავარ ჩიხლაძე TV1-დან. წახვედით ბათუმში. კარგით, მაშინ კითხავთ ბატონ ტარიელ. დეკლარაციები გამოქვეყნდა და 200.000 გიჩუქებიათ ბატონი ირაკლისთვის და საიდან შეგიძლიათ მითხრათ? რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ბოლოს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილ ირაკლი ღარიბაშვილს თავი და ოჯახი ბატონი ტარიელის ნაჩუქარი ფულით გაჰქონდა.